თქვენ დასვით ასეთი შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის მიზანი რა ჩვენ არ უნდა დავინტერესდეთ ახლა რა არის მიზანი ჩვენ რა გვინდა ჩვენი მიზანი რა არის ამაზე უნდა ვისაუბროთ და ჩვენი მიზანი ახლა არის ის რომ კანონის უზენაესობა შეუწყოთ ხელი და როგორ ხედავ მე ამ პროცესს პირველი როდესაც საუბრობთ თუ ბიძინა ივანიშვილმა კორუფციის გამო დასაჯა ღარიბაშვილი თუ ასე შემდეგ ჯერ ერთი არ დაუსჯია პირველ რიგში ეს უნდა ვთქვათ კი არ დაუსჯია პარტიის თავმჯდომარედ დასვა პარტიის თავმჯდომარედ დასჯა ნამდვილად თვითონაც წავიდა ერთხელ პოლიტიკიდან დაბრუნდა მოიყვა ღარიბაშვილი გაუშვა მე მოიყვანა თვითონ წავიდა მოვიდა და მე მგონია რომ ხშებულებაში ყავს გაშვებული ამიტომ როდის დასჭირდება ღარიბაშვილი არავინ არ იცის და თქვენ შეკითხვის პასუხიც აქ არის ღარიბაშვილი ისევ დაბრუნდება თუ მას ბიძინა ივანიშვილი ეტყვის მაგრამ ეს არ არის არსებითი თავად და მნიშვნელოვანი არის რომ როდესაც ვლაპარაკობთ რომ ბიძინა ივანიშვილი ამას არაპატევს მისი ბიძინა ივანიშვილი არ არის სამართალი ამ ქვეყანაში და როგორც ბატონი ღარიბაშვილი ბრძანებდა რომ მიხეილ სააკაშვილის შეფასებისას რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იჯდეს ციხეში მე მაგ შეკითხვა მომავალ პრემიერ-მინისტრთან რომელსაც პარლამენტშიც დაუსვა დიახ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა და მთავრობის ანგარიში წარადგინა და მე როდესაც ოპოზიცია შეკითხვებს უსვამდა აკრიტიკებდა ირაკლი კობახიძე გამოვიდა და მთელი თავისი ინტელექტი ჩააქსოვა იმაში რომ დაეცვა ღარიბაშვილი როგორც მთავრობის წევრი მასთან მაგ შეკითხვა როგორ ებრძვის ამიტომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ასე ვთქვათ აღიარებით და ვიცით რომ ის პარტიაში აქვს მაგრამ კანონთან არ უნდა ჰქონდეს მას ეს ძალაუფლება და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ამ ქვეყანაში არ უნდა ჩამოვაშოროთ პასუხისმგებლობა არც ღარიბაშვილს და არც კობახიძეს თუ ის წარმოდგება მაგრამ რახან დღეს არ უარყოფს რომ ის არის კანდიდატი ან არ არის ესე იგი მაგალითად შეიძლება კიდე რაღაც სიურპრიზი მოაწყოს ივანიშვილმა მანამ დღეს მინიმუმ მას ეს ფაქტი არ უარყვია ამიტომ ხა იქ კობახიძე იქნება თუ არა ვინ იქნება პარლამენტის წინაშე უნდა უპასუხოს თუ კობახიძე იქნება უნდა გვიპასუხოს რა არ მოეწოდა ღარიბაშვილს უკვე აღარ ვიკითხებით არ გვაინტერესებს რა არ მოეწოდა და რა განსხვავებულს თავაზობს ის ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ და როგორ აპირებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას რას უპირებს ღარიბაშვილს როგორ გამოიძიებს ამ საქმეებს დასჯის თუ არა მას და კანონის წინაშე გათანასწორია სააკაშვილის და ღარიბაშვილის ამას როგორ გვიპასუხებს და გამოიძიებს და ავალებს თუ არა თავის ახალ მინისტრს თუ რომელსაც დაასახელებს ეს არის ახლა მთავარი შეკითხვები და ჩვენ ვინც იქნება კობახიძე იქნება თუ ვინც იქნება ის უნდა ვაიძულოთ რომ სწორედაც 9 ნაბიჯის ფარგლებში თუ ეს ნაბიჯი გადადგმულია იმიტომ რომ კორუფციასთან აქვს პრობლემები ღარიბაშვილს როგორც ამას ბატონი ივანიშვილი აღიარებს მაშინ კობახიძე იქნება თუ ვინც იქნება როგორ აპირებს ამის წინააღმდეგ ბრძოლას და მაგალითად საინტერესო დღე იქნება არ ვახსენებ მიხეილ სააკაშვილს თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ პიჯაკების საქმეზე 12 წელია სასამართლო პროცესი მიდის ხო რამე განსხვავებული ესეთი მაინც იქნება ბატონ თამარ არის ირაკლი კობახიძისგან რომელიც ჩვენ ვალდებული ვარ კარგად იცნობ ზუსტად იმიტომ რომ პარლამენტში ძალიან დიდი ხანია მე არ ვიცი ირაკლი რას მიპასუხებს ამ შემთხვევაში კობახიძე თუ ვინ იქნება კიდევ ტოვებს შესაძლებლობას შეიძლება სხვა არ ვიცი ხო კი ბატონო ეს დადასტურებულად მე ვალდებული ვარ რომ ნებისმიერ კანდიდატს რომელიც პარლამენტში გამოჩნდება ჩვენს წინაშე მოვთხოვო კანონის დაცვა, კონსტიტუციის დაცვა. იმიტომ რომ ირაკლი კობახიძემ ავტორიტეტი ალბათ თავის გულში ჩვენს თვალწინ მოიპოვა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიოდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პრეზიდენტი იყო კონსტიტუციის დამრღვევი. ანუ ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში არის კონსტიტუციის პირველი დამცველი. ახლა მოვითხოვთ როგორ დაიცავს ის მისი პარტიის თავმჯდომარის შემთხვევაში კონსტიტუციას რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმს მე ამასთან დაკავშირებით ველოდები მისგან პასუხებს ის იქნება თუ სხვა იქნება არა აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ის მოგვევლინა როგორც კონსტიტუციის ნომერ პირველი დამცველი ამ ქვეყანაში და გარდა ამისა ასევე აუცილებლად დაუსვამ ყველა შეკითხვას, რომელსაც მივიღებ მოქალაქეებისგან, ჩემს პირად, მაშინ რა ქვია, მესენჯერში იქნება თუ ნებისმიერ შეტყობინებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არჩევნები მოდის და მოქალაქეებს რა შეკითხვები აქვთ მომავალ პრემიერთან, ის აუცილებლად უნდა გაჟღერდეს და მან ამას უნდა პასუხოს. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება რომ დავუსვათ სტუდიაში შეკითხვები და ამიტომ თქვენ მაინც დაუსვათ პასუხზე. დიდად რო გითხრათ რომ განწყობა მაქვს რომ რამე კონკრეტულს კი პასუხებთ არა, მაგრამ ნუ შეკითხვები უნდა დაისვას.